და 11 მაისსა და 1 ივნისს ძველ თბილისში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში გორგასლის მოედანზე ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ წისქვილი ჯგუფი და მეიდან ჯგუფი. ფესტივალის მიზანია ქართული ღვინისა და რეგიონული ტრადიციების პოპულარიზაცია. ღონისძიების შესახებ უფრო მეტ დეტალს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. სხვადასხვა კუთხის ღვინოების დეგუსტაცია, მასტერკლასები, ტრადიციული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მთელი საქართველოდან და გამოფენები ღვინის წარმოების ისტორიისა თუ თანამედროვე მეთოდების შესახებ. 2 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში, გორგასლის მოედანზე, ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე დაეგემოვნებინათ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი. თითქმის ყველა კუთხე, სადაც ვიყავი როგორც სტუმრის სტატუსით, იყო მართლაც რომ გამორჩეული, ვერ გამოვყო კონცერტ, ეს იყო სამეგრელოს გურიის და აჭარის, ესე ვთქვათ, მუსიკალური ნომრები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კახეთი და ის ჩვენი სასმისი, რომელიც არის კახეთიდან, იყო განსაკუთრებული. ვაკეთებ ნაირსახეობ ხველებს, კაჩოტას, კაშხავალ, რომელიც დავარგებულია 1 წლის. ძალიან მოსწონთ ჩემს ტურისტებს, ადგილობრივებს და მიხარია რომ ვაცნობ ჩემს ნახელავს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რადგან საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ბრენდის ცნობადობა, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია, როგორც საზღვრების გარეთ, ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება ჩვენთან საქართველოშიც, ქართული ღვინის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ გვაქვს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ ფესტივალებს. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება შეემატა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამას. ფესტივალის კონცეფცია ღვინის კულტურას, კულინარიას და ქართული კუთხეების უნიკალურ მემკვიდრეობას აერთიანებს. ღონისძიება ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებას და ამავდროულად აცოცხლებს ამ ადგილის ისტორიულ დატვირთვას. გორგასლის მოედანი, რომელსაც წარსულში შაითან ბაზარი ეწოდებოდა, ისტორიულად იყო სივრცე, სადაც თავს იყრიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის პროდუქცია. კომპანია მეიდან ჯგუფი ერთ-ერთი ორგანიზატორი ვართ აი ამ ფესტივალის და ჩვენ ძალიან გვიხარია და ძალიან ვამაყობთ რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვუწყობთ ხელს. ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა თბილისისთვის ერთ-ერთ მთავარ ადმინისტრაციულ და სავაჭრო წერტილს. აქ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ მეწარმეები, იმართებოდა ბაზრობები, რომელსაც ჰქონდა თავისი წესები, თავისი დაწყება, რომ მაგალითად დროშა უნდა აღმართულიყო დაწყების დროს, ის რომ არღანისთვის უნდა ჩაებერათ. ჩვენ ვუწევთ აი ამ ტერიტორიას პოპულარიზაციას, ვზრუნავთ მის მუდმივ განახლებაზე და მისთვის მუდმივად ახალი სიცოცხლის შეძენაზე, რაც არის ზუსტად აი ეს ფესტივალი, ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი. ფესტივალი თავდაპირველად საქართველოს კუთხეების კულტურულ მემკვიდრეობასა და გასტრონომიაზე იყო ორიენტირებული, თუმცა წლების გამოცდილება მაჩვენა, რომ ქართული ღვინო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს შორის. სწორედ ამიტომ 2025 წლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა ღვინო იყო, რათა ქართული ღვინის პოპულარობა და აღიარება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.